მე და საბა ვართ ჩამოსული სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და რა თქმა უნდა ეს ქალაქი არის ქუთაისი. ჩვენ ქუთაისიდან ახლა ვაპირებთ რაჭაში წასვლას, მე და საბა ორი მანქანით, მუსტანგით და ჩვენი ახალი Subaru-თი. და გამოვცადოთ იქ Subaru, მაგრამ პრინციპში ესე გითხრეს რომ გზები ისეთი კარგი არისო, Subaru-ს 4x4 არც არაფერში არ დაგჭირდება. მუსტანგითაც ამოხვალთო. მუსტანგითაც წავალთ რა. კი. სერგი მუსტანგით, ან მე წავალ მუსტანგით, პრობლემა არ არის შენ. თან ჩვენ მივდივართ, აი ძალიან საინტერესო არის, ჩვენ მივდივართ საბა ლეჩხუმის გზით. ლეჩხუმის გზით. უნდა გავიაროთ მთელი ლეჩხუმი და შემდეგ გადავიდეთ უკვე რაჭაში და აი ეს გზა არის საოცრად ლამაზი. ეხლა ჩვენ თუ მოვასწრებთ და მზის ჩასვლას არ დაველოდებით და მოვასწრებთ ასე ვთქვათ დღის შუქზე ამ ყველაფრის დაფიქსირებას, იქნება ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი რა და ხვალდილით უკვე რაჭაში ავიღებთ მე ამაზე კარგ კადრებს რა. კი. ხო და რა ვიცი, ლეჩხუმის არ ვანამყოფი სხვა შორის. ლეჩხუმის არ ვანამყოფი ასე რომ. არა და ჩვენში ლეჩხუმურის სისხლი ეყევის, იმიტომ რომ ჩემი დედულეთი არის ლეჩხუმი. ეხა ისევ ბლოკუნე ლაბორატორი მიხარია ძალიან. რაჭაშიც არ ვანამყოფი და დედა ჩემის მხრიდან დაჭველი ხო ასე რომ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მაშინ წავედით. No matter how you come, cross the wrong path and you will get done. Ain't no love, just pain, no sun, only rain. Had a big effect on a young brother's brain. It's time to admit. რა ქენი, სერგი? თქვენი მარტო საღებავი არის, ხო ატეხი? არა, შევიდან არ ვიყო. Down from my guard to drive. You pull up slow, get the lights down low. Hoping you don't see nobody you know. მოკლედ ჩამოვედით ჩვენს ნანად რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში, ლაშა პატარიძესთან, ჩემს მეგობართან რა და ეს არის ფაქტურად მისი მაღანა. და აი ის ან სოფელი ხვანჭკარა. აი რამდენი ხვანჭკარა გვაქვს, აი რამდენი. და რა თქმა უნდა, შევუდგებთ ჩვენ ახლა ამ ყველაფრის დაგემოვნებას, ერთმანეთის სიყვარულს, ჩახუტებას, ასე ტვილი. ეს არის ჩვენი ლაშუს ბიჭი რა. უნიჭიერესი, ხატაოს, მღერის, რა ვიცი, ჩვენი პატარა ძმა. მაგაში უგურა გაზდილი. ცოტა აქეთ დაგეწერა ძმა. სუდი ის არის რომ ხამე მოგვიწია წამოსვლა და ის კადრები ვერ ავიღეთ, მაგრამ არა უშავს. ხვალ უკვე დილიდან ავიღებთ მაქსიმალურად კადრებს. უბრალოდ გული იმაზე წდება რომ ლეჩხუმის კადრები ვერ ავიღეთ რა და აქედან ჩვენ აი არა უშავს რო ჩავალთ, მე გადავწავიდეთ და გზა და ასე ვთქვათ, რაც იქნება ძალიან ლამაზი გადასაგები ყველაფერს გადავიდეთ. ხო, თბილისამდე გადავიდეთ. ეხლა დღეს შევუდგეთ კეიქს. ბიჭო, და რა ბუშტები გაუშვა. სამსარია. მოკლედ მეგობრებო, ლაშას აქვს. რამდენი მოგდის ისა ხვანჭკარა ლაშუ? 3 ტონა მოგდის, ესე იგი ხვანჭკარა და ცოლიკაური მოგდის 1 ტონა. ამ ლაშას აქვს თავისი ვენახები, 3 ტონა წარმოიდგინეთ ხვანჭკარა მოდის და 1 ტონა ცოლიკაური და რაჭა-ლეჩხუმის ცოლიკაური აბსოლუტურად სხვა დონე არის. ეხლა დავაგებოვნებთ ჯერ ცოლიკაურს და შემდეგ უკვე ხვანჭკარას რა. შემოგევლე ლაშუ. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. აი ზუსტად ამ ძირების ჩამწრებს, მერე განზრდელს, მონულებს, მონკრებს, დამწულს და შემდეგ იმ ადამიანებს, რომელი ადამიანები ზუსტად ისე შეაფასებენ, როგორც არის შესაძლებელი და უეკუთვნით რომ მიიღონ და დალიეონ, აი ესეთ ადამიანებს. მერტო ძალა მოწეს, ჩემოძმაო რა და ერთ-ერთი ისეთი კუთხე არის რაჭა-ლეჩხუმი, საიდანაც მართლა მთელი საქართველო იწყება. ძალიან ისტორიული და ულამაზესი კუთხე და ბედნიერება არის აი აქ ცხოვრება რა. მერტვა ძალა მოწეს და გამძლეობა. კარგად გავყოფოს, ხო? სიგეთე მოწეს, ჩამთები მოწეს, ყველას გამოვიდა და შეიძლება ყველას გამოწეს. აუ რა საოცარია, ბიჭო ეს რა არის? საბა როგორ იყო? მოგეწონა? ძალიან. აჰა, კარგია. აი რაც გამისდევს ასეთი სახეებით რა, ნაღდი არ ყოფილა ეს არ ნაღდი. ეგ არის ნარდი კი ბატონო, წეთახო. და ასევე კიდე ტვიშს აქვს არაჩვეულებრივი ცოლიკაური ლაშუ, ვაღიაროთ ხო? ტვიში ცოლიკაური, ჩემთვის რა ვიცი, არის მსოფლიოში რა ნომერ პირველი ღვინო რა.
უნდა გამოდოთ თუ რა გინდა. რამ კი ჰავა არის და თვითონ მთაც მაგ დახრილი მთა არის და თუ რამე ესე იგი წვიმის ნალექი და ის არის ნარეცხი არის ყველაფერი ჩამოდის აი ამ ქედზე ასე ვთქვათ რა ამ ყურძენთან და აბსოლუტურად სხვა რამე გამოდის რა მოკლედ რა მე ტუშის ჩავალთ ერთ დღეს ჩემო საბა იმიტომ რომ ტუში ჩვენ ნათესები გვყავს სხვადასხვა მიქაუტაძეები კიდევ არის იქ ჩემი მეგობარი აქაც არის მიქაუტაძეები ხო და კიდევ არის ჩემი მეგობარი გიორგი ნემციწვერიძე რომელსაც მარანი აქვს ტვიში რა და აუცილებლად ვესტუმრებით რა ბატონ გიორგის აუცილებლად წავალთ ეხლა გავსინჯოთ ჩვენი ხვანჭკარა წითელი ღვინო კი ეძახიან რა ეს მართლა შავი არის ათინ ახალი მოვა საბუ და მე ახალის დავაგებო ცრემლები ცრემლები არ ვიცი რა ლაშუს ფერგე დედიკო ბებო შენი ძმა შენი ილია პატარა კაცი რაღა პატარა უკვე დიდი კაცია ყველა დაგილოცოს ღმერთმა რა ვინც აქ ცხოვრობ ხართ და ეს ყველაფერი ვიცი რომ არის შენი ბაბუას დატოვებული ყველაფერი და ესე ჯანმრთელად და ჯანსაღად რო ვაგრძელებ ამ ყველაფერს ეგ არის ძალიან დიდი ისტორია და ძალიან დიდი საქმე ასევე რა ჩემო ძმაო და აი ამ შენი სუფთა ნამდვილი წვენი ხვანჭკარათი მინდა დაგილოცო ყველა ეს ადამიანი და ეს ხალხი აუმეტოს ჩვენ ოჯახის წევრებს უფალმა დაგილოცოს ჯანმრთელობა მიცეს სიგეთე მიცეს კახალება მიცეს ყველისგან იყო დალოცილები რომ უფალსაფრთხო და ვიტყოდი სულ დალოცილი მყოფი ჩვენ ოჯახის წევრები შემოგივლე გაიხარე ეხა გეტყვი ამ გუნდზე ხო გახსოვს შენ წინა წელს რო ბოთლებით გამომიგზავნე ის იყო მოტკბო ეს ვაფშე სხვა დონეა ეს არის უკვე სიმშრალე აქ რაღაცნაირი ეს არის ევროპულად დამზადებული აი ეს არის ჩემი გემოვნების იმიტომ რომ ის ტკბილი ღვინო იმდენად მაინც მე არ მომწონდა ეს არის უკვე არაჩვეულები სხვანაირი დახვეწილია რა ეს ვაფშე სხვანაირად გამოვიდა წელს მაჩვენში შემდგომ ცოტა გვია რა იმის გამო რომ ყოფტები რა გამშრალებული იყო ტემპერატურა უნდა და მე ყოფტები თან გამომდინარე მაჩვენში გავიგე არის სასაულია აი სასაულია მოკლედ მეგობრებო ეხა ჩვენ ეზოში დავსხებთ რა ერთი წელი მინდა რაც მინდა აი ესე გვინდოდა რა სოფელში ვართ ამოსული ხვანჭკარაში და როგორც გითხარით წერან და რა მგიდობ ეს სახში დაჯდომა არ მოვისურვეთ გვინდოდა აი ეზოში ყოფილიყავით რა ესე გლეხურად და გაიშალა რა თქმა უნდა რაშასთან სუფრა ეხლა მოვიდა რაჭული ვიჩინა და პატარა სახნე ადამიანი გულის ძალიან ხარ არის 64-ში ვარ რა დედასგებიცებით მე თავად ნამდვილი ვიჩინა თუ გინდათ რომ გასინჯოთ და მისი სურნელი შეიგრძნოთ გემო შეიგრძნოთ აუცილებლად აჭაში უნდა მეკვნათ აი ესე ვერსად ვერ ბოლავენ და ესე ვერსად ვერ გამოკავთ და ესე ვერსად ვერ აკეთებენ რა თან ამაც თავიანთი ტყეში გაზრდილი გოჭუნები და ღორუკები ყავთ რა სასაულია რომიჯერა ჩემდება და კაცშვის არ 64-ში ვარ რა 64-ში ვარ ბიჭებო 64-ში ჭირიმე შენ 64-ში ვარ აი სასაულია ბიჭო აი ვერ მალავ კიდე კაი წამოვედი მე მაგარი მიხარია ეხა კაი მე რა ლაჭა ხვანჭკარას როსვამ ხვანჭკარაში სოფელ ხვანჭკარაში სხვა ხიბლი აქვს და თან აქ შებოლილ ლორს რომ მიირთმევ ისე სერგი სასაულია სერგი ეხა გავიგე სტალინი რატო იღებდა ხვანჭკარას მარტო მაგარი ყო აი გვერდზე ერთი ფერდობი არის ზემოთ აი ჩემ თავზე არის პირდაპირ საიდანაც სტალის მithქონდა იქიდან ხო ხდები ხვანჭკარა აი ხა მართლა მესმის სტალის ავტო მithქნა ხვანჭკარა და მე დაждდებოდა სტალინი რა ქვია იმას წყალტუბოში თავის სასახლეში და მიირთმევდა რაჭულ იმას ხვანჭკარას და ლორს ისე მართლა ვერ გავიგე რა უნდა სტანის ჩვენგან რა ამას ამოვჭრით მე ამას ამოვჭრით არის სახლი კარის მო როცა გაგიხარდება მომზადდი ქვესტუმრე ჩაგეხუტები მოგეფერები მოგესიყვარულები ძმაო და რაც ამაკ გიხედავ შენ აგერ
მე არავისთვის არ დამიმადლები და არავისთვის არ დავამაგრებ. მაგას თქვა მე ზიზგება ჭირივით. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. სიყვარული, სითბო, ჩახუტება და მეგობრობა. წინს უნდა მოგონდეს ცხოვრებაში. ყოველთვის ჟილგა. არის? ეგა. ქართული ხასიათი და ქართული სიყვარული. ეს არის საკუთარი ოჯახი, ძმა. სტუმარი ღვთისა. ერთმანეთს უხსნიან სიყვარულს. ასევე შემიძლია იგივე ეს ქონდა და ჩემთან როცა მოხდები და რაღაცა ყოველთვის გესტუმრებ. პრობლემაა. და შეგიძლია დარჩი. არა. მადლობა ძალიან. თუნდაც ვიდეოში ვთქვა რა, რომ ჩემ პატარა ოცნებ იყო რაჭაში მოხდა და ჯერ კიდე შოქში ვარ, ანუ ამჯერა რა, რომ რაჭაში ვარ და ძალიან ხარია რა. მინდა ძალიან ბედნიერია. გენაცვალე გაგიმარჯვეთ ყველას. გამომოჭრა სამი ოჯახს. გაიხარა. ლაშო, კარგი სადაზელო თქვი. ჯერ რომელიც სადაზელო არსებობს, ქართული ისეთი, რომელიც საყვარელი არ იყოს, ხო? ქართული კაცი თქვი, ყველა სადაზელო საყვარელი არის. ეხლა შენ ახსენე ამ ჭიქაში ჩვენი ოჯახები რა და ჩვენი წმინდა ოჯახები დალოცოს ღმერთმა. აგიმოს. გვაბედნიეროს ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად ვიყოთ მაგრად კეთილად და ბედნიერად. ჩვენი ოჯახი დალოცოს ღმერთმა. ეს ლამაზი ჭერი, სადაც არის ძალიან დიდი შრომა თავის როზე ჩადებული, რომელსაც შენ აგრძელებ ჩემო ძმაო რა. უკეთესად გამოვიცილე. აი ეს კეთილი ოჯახი მინდა რომ დაგილოცო და ეხლა მე ამ ღვინოს რო დავლო, მე მინდა რომ ამ ღვინოს რაღაც დავაყოლო რა. შემოგეცა. წვენე ტყიმალი. იმერლებისთვის წვენე ტყიმალი არის. მოიცი რაც არის. ეგ არის ცოცხლად გაკეთებული. ძალიან დიდი ცოცხლად. კულტურა ხო და არ შემიძლია ახლა მე კოზით ამოვიღო დავიღო და რაღაცა და და ჩავაყოლო ესე რა. მიღადა. ხატო. ანუ სერგი ვიდა ყემალი დალია ჭიქით. ნუ ჭიქაში ახლა რაღაცა და უსი ჭიქაში. ხატო. ესე ვიდეოში ყავისფერი ჩანს, მაგრამ ყველაზე მაგარი წამალი არის სასაულია. პოტრობინისთვის არის ყველაზე დიდი წამალი. ისთვის? ანუ სის ძარღვებისთვის. ეს არის სასაული და მე რო აი ლორცო ჩააყოლებ რაჯობს. შეგერგოს. 64-ში ხარ. ნამდვილად. აი ასეთი გემრიელი და კარგი სასიამოვნო დილა დადგა. გამოვედით ეზოში და ვხედავთ აი როგორ არის ჩვენი ხვანჭკარას ჯიშის ყურძენი გაშენებული. ეს არის სულ ლაშასი ეგ ყველაფერი. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა არ იცის და თვითონ ხვანჭკარა გონიათ ყურძნის ჯიში და ეგრე არ არის მეგობრებო. ხვანჭკარა შედგება ორი ჯიშის ყურძნისაგან. ეს არის ალექსანდროული და მუჯურეთული. აი ამათი შერწყმით და ეს ბუკეტი არის ზუსტად იმ გემოებს რო ქმნის, რა გემოც ჩვენთვის არის ძალიან სასიამოვნო. ნახევრად ტკბილი სპირტიანობა არის დაახლოებით 10-12-მდე. აი ეს ხალხი აქ რაჭველები ესე ულიან თავიანთ ვენახებს და მოყავთ არაჩვეულებრივი ყურძნის ჯიშები, საიდანაც არის არაჩვეულებრივი ღვინო საბოლოო ჯამში. ასევე ლაშას აქვს რამოდენიმე ოჯახი ყავთ, მის ოჯახს ფუტკრების და ესე შრომობენ რაჭველები რა. სხვადასხვა აი ეს ძველი ეგრისი რაჭა ყოველთვის იყო ძალიან მდიდარი. და თვითონ რაჭველები კიდე იყვნენ ამავდროულად ძალიან მეომარი ხალხი. თუ რამე ფრინველი და ცხოველი არსებობდა, თითქმის ყველაფერი იყო აქ. ამ ხრივას კი ძალიან მდიდარი იყო. ძალიან ბევრი პურის კაკალი, ქერი, რა ვიცი, უამრავი რამე მოყავდათ და მთელი საქართველოს ესე ვთქვათ უნაწილებდნენ რა და ნაწილდებოდა აქედან, რაჭიდან. აი ყოველთვის აი ესეთი მდიდარი მხარე იყო რაჭა. ძალიან ლამაზი არის თავის ბუნებით. აქ სხვადასხვა ძალიან ბევრი არწივი დაფრინავს. ჯერ არ დამინახავს, არ შემინიშნავს, მაგრამ სადღაც გამორიცხულია რომ არ გამოჩნდეს. საოცარი არის. ეხლა ჩვენ შემდეგ ცოტა ხანში გავალთ მანქანებით ამ სოფელს გარეთ და იქაც გადავიღოთ საბა აუცილებლად კარგი ვიდეოები და კადრები, იმიტომ რომ რაჭის ლამაზე მინდა რომ გავზიაროთ ყველას, მთელ საქართველოს. რა საკეთებ საბა? შენი აზრით? მე რა ვიცი, რაღაცას ესვრი. ცხოველი არ მოკლა ბიჭო. არა, ცხოველი, მე და ცხოველის მოკლა. აგერ ბარი დავდეთ. ბარს ესვრით? კი, ბარს. აგერ ესერჩით ბარს. ბარი მივაყუდე. აბა ვნახოთ სად არის. მაქნა არ გამოჩდება, მოიცა? აბა გვანახე სად არის ბარი ვერ ხედავ. აი აგერ. თხილთან.
დავინახე. ბარი მივაყუდე. დავინახე. და ეხლა ვიმოშები რა. აგერ კაი ბუნებაში, კაი ჰაერზე. ვარჯიშობ იმაში. სროლაში. ჩემი მსროლელი ბიჭები რა. აი როგორი პატიოსნები არიან. განაჩიც და ცხოვრებას ასვრიან. აი თუ თავისთვის აგერ ვარჯიშობენ, თამაშობენ და ერთობიან ყოჩახ ბიჭებო. ეგა. ყოჩახ. აბა ილია რას იზამს? ყოჩახ ილია. არავაცილი. კარგი ბიჭი ხო, მაგრამ ეხლა მე ვიდეოში ვთქვი რომ ვითომ მოარტყი. თავის ჩაუშვა რა. ეგ არაფერი კაც. გაგინა კაცი ეხლა. არა და გუშინ 10-დან 9 გაარტყა როგორც ხავს. ღამეში. ისე დილას ეხლა გამოვოდი, მე გავარტყი 10-დან 9. სკოლას შორის რა და ამან 10-დან 3 გაარტყა თუ 4. 4. აი მე ბოდიში. ესე იგი ჯერ არ იყო კარგი გაგუძებული დილით და მაგიტო. აბა მიდი ილია. შეიძლება ღამეში ფუკაი ხედო აქ. აბა მიდი ილიჩ. რა აცილე ბიჭო. ლაშას ესე იგი ეზოში და მამუში მხოლოდ ყურძნის ჯიშები არ არის გაშენებული. აქ არის 2 ცხენი. ორივე ჯითი. ერთი თაობა და მეორე თაობა. სასწაულები. ის არის ბოსი. ბოს 302. ძალიან მაგარია. ლაშუ ძალიან ლამაზია, აი ძალიან ლამაზია რა. საბუ მოასწარით ხო ამ სუბარუს დასტიკერება? არი? ამ სუბარუს დასტიკერება მოასწარით ხო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აგერაცა, აგერაცა. აკეთაცა. კი, ნახე ეგა. რა თქმა უნდა. ეს ძალიან მოუხდა ის მაგა. კი. ძალიან მოუხდა. ვიცი. ეს შეხედა ნახე, ასე გაიფორმეს. აჰა. ვინა მაგარი ისა. კი. თავიდან ვეძებდი მეთქი მანქანა რა ფერი გავხსნა მეთქი და თუ მე ლოგოზე ქონია რა გასაცდ. საგაიფო ძალიან ლამაზი ის. არა, ძალიან მაგარი დახვეწილი მანქანა არის რა. ანუ ესე იგი ეს იქნება მალე ჩემი სუპერი იმას მოგცემ. არა ვითარჯომ თხოვაში. სალონიც კი რაღაცა განსხვავებული არის რა. საოცარი არის მაგარ ფერებში. რა ლამაზი ხარ ბიჭო. რა ლამაზი ხარ რა. რა ლამაზი ხარ ბიჭო. ძალიან ლამაზია რა მა ხო? არა, კი ლამაზია მინდა გაკეთებოდა რაღაცა გაჩვენა. ძალიან მაგარია. კარგი, წავედით ახლა. ვიცი, ნახე, გადავიდე. წავედით ახლა დავაწვეთ თბილისში. ეგა რა, მუსტანგი რო ყავს წვალ სტაბილებში. არა, ის ბოლოს მაინც მუსტანგი. სერგი ეს რა არის მარ? რა, 13-ები? 13. და გადააცამეტა მანქანა. შეხედეთ 13 აგერ. რამდენი 13-ია რა. გონი ჩემს წინა საბურავს დამატება უნდა. სერგი, იცი რას ვფიქრობ? გონი ამ მანქანას 13 აგერ. ო, ვიცი რა ვარ. აგერაც 13-ია. When you are ready, I will surrender. Take me and do as you wish. Have what you want, your ways are the best ways. Take me and do as you wish. I have succumbed to this passive sensation, peacefully falling away. I am your zombie, your wish will command me. You laugh as I fall to my knees. Sing it back, bring it back. Sing it back, bring it back to me. Sing it back, bring it back. Sing it back, bring it back to me. შაურის ტბასთან მიმყოფებით არაჩვეულებრივი ადგილი არის, რა თქმა უნდა. ნუ პრინციპში არაჩვეულებრივი ადგილი არის. რაჭაში თითოეული მიწის გოჯა, მაგრამ აი ამ ხეების უკან რაც ხდება, ის არის საოცრება. შეგიძლია ხო საბა მე რო აიღო კადრები აქ, ხო? კი, რა თქმა უნდა. კი. აქ გვაქვს ჩვენ ლობიანი, რაჭული, რომელიც ამრულაურში შევიძინეთ. არა, ნიკორწმინდაში შევიძინეთ, უпроსორად. ხო და ვაგემოვნებთ, იცით რომ რაჭა განთქმული არის თავის ლობიანით და საოცარი არის, ძალიან გემრიელი არის.
ეს ალკოჰოლი არის, მეგობრებო, არ გეგონოთ რომ ალკოჰოლიან ლუცვამ და ისო მოძრაობ არავითარ შემთხვევაში. ეგ არ შეიძლება. ღმერთმა დალოცოს რაჭა, ლეჩხუმი, ნებისმიერი კუთხე კუნჭული საქართველოსი და სრულიად საქართველოს გაუმარჯოს. ეს რა ადგილი არის. ვახ. ულამაზესი ადგილია. ძალიან მიხარია მართლა რომ ჩამოვედი მე რაჭაში, ჩამოვედი და ამოვედი რაჭაში და ესეთ ადგილებს ვნახული. ალბათ ეს საქართველოს ესეთი ლამაზი არის. მაგრამ ეს მართლა ძალიან განსხვავებული არის. ძალიან ლამაზი ტბა არის რა. ძალიან ლამაზი. ბიჭო, რა პაწაწუნა მსხლები არის, რა მაგარია. მსხალი არის რაღაც, პატარა მსხალი. რაღაც ველური ჯიში იქნება რა. ალბათ თავის სახელიც აქვს, მაგრამ მე არ ვიცი. ძალიან ლამაზია და ძალიან მაგარია. მოიცა, ეს რა არის? ბიჭო, ასკილი, ასკილი, დედას გებიცები. აუ, ამის ჩაის ნაყენი ძალიან მაგრად მევასება. აუ, რო დავკიფო რა უჭირს. რამე პარკი გვაქვს, აბა? რაღაცა იქნება. აუ, რა მაგარია, ბიჭო, ასკილი გავჩითე ჩემი. ძალიან მაგარია. აი, ძალიან მიყვარს რა ასკილის ჩაი. აი, ამის ნაყენი არის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი. კუჭნაწლავს, წმინდავს, ყელს. ძალას გმატებს ადამიანს, ენერგიას. ძალიან კარგი მცენარე არის, სასარგებლო. შენ გაქვს დანალევი, საბა? ასკილი ვაფშე რა არის? მართლა? აი, ეს არის ასკილი. ძალიან მაგარია. აი, უგემრიელესი ნაყენი, ანუ ჯერ გემრიელიც ხო არის და მე კიდე თვისებები, მისი სამკურნალო თვისებები არის რაღაც საოცრება. ძალიან კარგი არის. უბრალოდ რამე მჭირდება ისეთი რომ ჩავდო რა შიგნით რომ თბილისამდე ჩავიტანოთ. გავაკეთებ, ჩემთან დავაყენებ და მე გეტყვი და მოხვალ და დაგალევინებ.